ჩვენ გვინდა რომ აქ მივცეთ საშუალება ადამიანებს საკუთარი ისტორიები მოყვნენ. საკუთარი ისტორიები, რომლებიც მათ გადახდათ წარმოუდგენელი სრულიად 30-იანი წლების კომუნისტს რო ვკითხულობთ ისტორიკოსები ხო და იქ რო ვკითხულობთ რომ რაღაცა ტროიკამ ადამიანები გაასამართლა ასე ესე იგი მოწმის გაკალბებული ჩვენება და რაც ყველაფერი სრულიად ცხადია და ამის მიუხედავად მოსამართლე როგორ აწერს ხელს და როგორ ასვამს ხო ბეთეთს და უშვებს ადამიანებს ზოგჯერ ადმინისტრაციულ და ამასობაში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობებზე ჩვენ გვინდა რომ ეს ისტორიები მოვისმინოთ უშუალოდ ამ ადამიანებისგან და ბოლოს რა თქმა უნდა ჩვენ და ამ შემთხვევაში მე და დარწმუნებული ვარ ყველა გამოსვლილი და მე მგონი სულისკვეთება პლაკატებისაც ამას მიუთითებს რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადებთ აი ამ სასამართლოს მიერ გაწირულ პოლიტპატიმრებს. მე მინდა მივმართო პირველ რიგში იმ მოსამართლეებს რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აი ამ გახლართული აი ამ დანაშაულებრივ ქმედებებში და მე მინდა მივმართო მათ რომ მათ აქვს ყველანაირი გარანტია აქ იყო ამაზე საუბარი აქ ჩვენ ყავს მოსამართლეები რომლებიც უვადოდ არიან დანიშნულები და მართლაც ერთადერთი რაც აქვს მათ ანგარის გასაწევი ეს არის მათი სინდისი და მე მინდა აქედან მიმართ კი მე ნამდვილად მეპარება ეჭვი ყველა იმ გადაწყვეტილების მერე რაც მათ მიიღეს ამ ბოლო წლების და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში რომ რაიმე მათი სინდისის გამოღვიძება მოხდება მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რომ ეს ადამიანები რომლებიც დღეს არიან დასანქცირებულები ესენი ეს მათი დასანქცირება ამ ადამიანის დასანქცირება არის დასაწყისი მათი სამარისკენ სვლისადან უჩაყვებიან მათ ამ პროფესიულ სამარეში და შეუნარჩუნონ სასამართლოს ღირსება და შეუნარჩუნონ საკუთარ თავს და საკუთარ მომავალს ის ღირსება, რასაც ქვია მოსამართლეობა და მანტიას მოსამართლის პატივი. თავარი ამოცანა რა ჩვენ გვაქვს და ეს არის ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც არასოდეს არ უნდა დაგვეკარგოს თვალთა ხედვიდან, ეს არის ნამდვილი მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში გქონია შემთხვევები, როდესაც რაღაცა სრულებისთვის მიგვიღწევია, კარგი რეფორმას გაგვიტარებია, სახელმწიფო ინსტიტუტები გაგვიძლიერებია, მაგრამ ყოველთვის ბოლო ადგილს იკავებდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ის იყო ყოველთვის, არასდროს არ იყო დემოკრატიის ადგილი ამ ქვეყანაში, ეს რაღაცის მერე უნდა ყოფილიყო. და ამიტომ ვარ დღეს ახლა აქ სადაც ვართ და იმიტომ ჩავარდით ავითარებაში, რომ ყოველთვის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ვანაცვალებდით რაღაცა სხვის გაკეთებას. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს რა თქმა უნდა სასამართლოს, იმიტომ რომ აი ეს პლაკატები, რომელიც ჩვენ გვიჭირავს, ახაც არის აი პლაკატი, რომელიც მიჭირავს, ამბობს, რომ სამართლიანობა არის სახელმწიფოთა საფუძველი. იქ სადაც არ არის სამართლიანობა, ვერ იქნება ნორმალური სახელმწიფო, ვერ იარსებებს სამართლიანი სახელმწიფო, ვერ იარსებებს სამართლიანი ცხოვრების და მუშაობის პირობები. საქართველოს სასამართლოს დღესაც კი შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. ადამიანების, რომლებიც შიმშილობენ, რომლებიც იქ აღმოჩნდნენ სრულიად უმიზეზოდ. მაშინ, როდესაც ხალხი, რომელიც ქუჩაში წაქცეულ ადამიანებს თავზე ახტებოდა და წიხლებს ურტყავდა სახეში, დღეს დადიან და ალბათ იგივეს გამეორებას აკეთებენ. აი ამისთვის ვარ აპირებენ. აი ამისთვის ვარ ჩვენ აქ შეკრებილი, რომ ასეთი რამ არასდროს აღარ მოხდეს. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოს, რომ მათ შეასრულონ ის ფუნქცია, ის მისია, ის ძვირფასი მისია, რისთვისაც სასამართლო ხელისუფლება არსებობს. კანონის გარეშე არ არსებობს ქვეყანა. ეს თუ ძველმა რომაელებმა იცოდნენ ჩვენ რატომ დაგვავიწყდა. იმიტომ გვიწევს დღეს ქუჩაში დგომა ზუსტად რომ კანონი არ არის და არ სრულდება ისე როგორ არ არის ობიექტური, არ არის მიუკერძოებელი. და ეს მარტო დღეს კი არ ხდება და მარტო პროტესტის დროს კი არა, მინდა ოცნების ხარდამჭერებს მივმართოთ. გულზე ხელი დაიდეთ და ნუ თუ არასოდეს არ შექმნიათ პრობლემა, ანუ თანხმოება, ან რაღაცა არაობიექტურად დაუჯარიმები ხართ, ან რაღაცა მსგავსი თუნდაც საყოფაცხოვრებო, თქვენ გააქვთ სასამართლოს ნდობა? თუ სასამართლოს ნდობა არ არსებობს ქვეყანაში, როგორ შეიძლება საერთოდ რამის ნდობა, ან თუნდაც ხელისუფლების ნდობა ქონდეს? და ის 300 წლის წინ ამბობს, ხო, ვახტანგ მეექვსი ამბობს, რომ თუ მეფეს მეფობა არ შეუძლია, ჯობია რომ თავი დაანებოს ამ საქმეს. ანუ ის ჯობია რომ წავიდეს და თვითონაც ეს გააკეთა, ხო, თავისი მაგალითი გვაჩვენა, ანუ უბრალოდ არ ამბობს და დღეს მე მგონია რომ ჩვენ მოსამართლეებს, ხო, ისინი იმ ხალხს, ვინც ყოველდღიურად ჩადის უკანონობას, არ შეუძლიათ რომ იყვნენ მოსამართლეები და ისინი აუცილებლად უნდა წავიდნენ სასამართლოდან.
უკეთესია თუ თავის ნებით წავლი, რა თქმა უნდა, თორე საბოლოო ჯამში მოუწევთ რომ პასუხი აგონ იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც დღეს ჩადიან და მე მგონია რომ ეს არის გარდაუვალი. სხვანაირად ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, საერთოდ ვერ ვიქნებით სახელმწიფო და ცხადია ვერ ვიქნებით ისეთ სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება მიიჩნევა ხელშეუვალად და არ ვიქნებით ისეთ სახელმწიფო, რომელიც დგას ადამიანის უფლებებზე, ანუ ვერ ვიქნებით ევროპული სახელმწიფო. ამიტომ მინდა ვისურვო, რაც შეიძლება სწრაფად პატიმრების გამოშვება და გაუმარჯოს თავისუფალ სასამართლოს. მართლა სიმბოლურად აქვს მნიშვნელობა ჩვენ საყოფნას და არავით არის სხვა მნიშვნელობა რა აქვს ჩვენ იგივე წარმატებით შეგვეძლო დღეს დავდგარიყავით მყართან რომელიმე ხიდთან და იგივე წარმატებას მივაღწევდით ამათ თუ გვინდა რომ რაღაცა შევასმენოთ ჩვენ ამათ ვერაფერს ვერ შევასმენინებთ ერთადერთი ჩვენი გზა არის ის რომ მოხდეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მოშორება და არჩევნებით მოშორება მშვიდობიანი გზით, მაგრამ შემდეგ უკვე რეფორმები ყველგან და ყველაფერში რეფორმები გასაცოდავებული და აი ღირსება აყრილი სასამართლოსი, პოლიციის, არ ვიცი, განათლების სისტემის, ჯანდაცვის სისტემის, სატრანსპორტო სისტემის ქალაქში სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ხედავთ უამრავ პრობლემას და მათ შორის ზუსტად კანონთან არის ეს პრობლემები პირდაპირ კავშირში.